აუ ჯანდაბა, ასეთი მაღალი რატოა? პატრიკ, ამწიე. 1 წუთი. მიდი. არტემ, ჩემ გაწევებს შეხედე. ჯული, გაწევას ვერ ვხედავ, მესამე ნაბიჯზე უნდა ქნა, როგორც ადრე. კარგი არტემ, ადვილია. ოჩახ ჯული, უკვე პროგრესია. მარუსა, მოდი, აწიე თავი. არტემ, ვცდილობ. პატრიკ, ხო ამწიე, ახლა გამაკატავე. მერთო ჯიჯი, არ ამგონია დიდხანს ვიყოთ ერთად. გოგოებო, ჯიჯის და პატრიკის სიყვარულს შეხედეთ. დიანა, არ ვფიქრობ, რომ პატრიკს მართლა მოწონს ჯიჯი და ჯიჯიც ალბათ უბრალოდ არის მასთან. გოგოებო, ჯულის და არტემს შეხედეთ. საერთოდ არ უხდებიან ერთმანეთს, აი რო ვუყურებ, ვერ ხედავთ? და მეორე არტემს და მარიუსას შეხედე. მაგრამ ნახეთ, ჯიჯი მხოლოდ უნდა თქვას პატრიკ გამაქანავისიც გაიქცევა და გააკეთებს. ლეილა, ნახე რა ბედნიერება გამოტოვე. ახლა პატრიკი ჯიჯის სულის და მას აკატავებს. ნასტია, ჩემთვის ვიპოვი ვინმეს. ბრაუს, აბა გუშინ როგორ იყო? კარგი იყო, გავისეირნეთ და სახლში წავედით. გასაგებია. გოგოებო, რადგან მთელი ადგილი დაიკავეს, ამათმა წავიდეთ, სკამი ვიპოვოთ და დავსხდეთ. კარგი დიანა. გოგოებო, ნაყინი გიყიდეთ. დიანა, ეს შენი საყვარელია. სმაილ, მადლობა ბროვასტი. და ჩვენ, ლეილა, დამშვიდდი, ჩვენ არ ყავს შეყვარებულები. და ერთი თქვენს გიყიდეთ. ხო, გული რო არ დაგწყდეთ. სმაილ, მე მარწყვის რატომ არ მიყიდე? მე ვიცოდი, რომ ნესვით გიყვარს. მართალია. მადლობა ბიჭებო, დიდი კარგით მადლობა. გოგოებო, წავიდეთ. ბროვასტი, ხელში ამიყვან? მარტივად. და მე სმაილ. მეც გატარებ. ლეილა, ჩვენ ფეხით. დიმა, ამას ხედავ? ხო, ხედავ. ჩვენც უნდა ვეძებოთ გოგოები, რო ასე ვატაროთ. კოსტა, ამ ყველაფრით უკვე შეწუხებული ვარ. ყოველდღე ერთი და იგივეა, კალათბურთელები და ჩირლიდერები და კალათბურთელები. ხო, სადღაც იყურები, მათ ხედავ. სხვაგან გაიხედები, იქაც არიან. უკვე დამღლელია. კოსტა, იცი მეწყვილეები რატომ ყავთ? იმიტომ რომ ცუდები არიან. ჩვენ რომ აგრები ვართ, რთულია პოვნა. ხო, დიმა, რაც მართალია, შესაბამისის პოვნა რთულია. მოკლედ, ბავშვებო, რადგან ხვალ სკოლა არ გვაქვს, დღეს ვისაც გცალიათ, შეგიძლიათ დეიდა ჩემის სახლში მოხვიდეთ. ბავშვებო, გაიგეთ, ისევ დეიდა მისის სახლი და ფართებზე ლაპარაკობენ. მაგრამ მე მათთან ერთად წავიდოდი. ჯული, არ გესმის? ჩვენ უკვე დიდი ხანი არ დაუპატიჟები ვართ. ხო, ეს წვეულება უნდა ჩავშალოთ. ხო, როგორ? დეიდა მისმა რომ გაიგოს მერე? ნახეთ, ლუზერები ლაპარაკობენ. სხვათა შორის თქვენ არ გეხებათ. თქვენ არსად არ დამიპატიჟები ხართ. არ აქვს მნიშვნელობა, თაგვები რა სიტყვიან კატის ზურგს უკან. გაიგეთ? ეს კატები ნახეთ რა. ამათ ეძახიან კატეებს, ამ სკოლის ყველაზე დიდი ვირთხები არიან. მაშინ საერთოდ ყურადღებას რატო ვაქცევთ? ზუსტად ეს უნდათ მაგათ. რაც უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევ, უფრო გიყვირებენ. არა, იცით რა, ცოტა გშურს მათი. ჯული, შენ ერთადერთი ხარ ვისაც შურს. ჯიჯი, ისე ცოტათი მეც მშურს. პატრიკ, ეგ არაეთიკურია. გაოცებული ვარ, ეს გაიგეთ? კიდევ ჩვენზე ლაპარაკობენ ეს ლუზერები. ხო, დიანა, რა თქმა უნდა. ღმერთო ჩემო, მე მგონი ცოტა ვაწყენინეთ გოგოებო. იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ლუზერები არიან. ხო, ლუზერები მარტო ცუცს ლაპარაკობენ. მარტო მე ვგრძნობ თავს ისე თითქოს ვიღაც გვიყურებს? არა, მარტო შენ არა. ხო, ვიღაც გვაშტერდება. მომისმინეთ, იდიოტებო, შეწყვიტეთ ჩვენი ყურება. წადით აქედან, თუ მანდა მაინც მე უნდა ავდგე. მისმინეთ, გაქცევა მოგიწევთ ბროვასტი თუ ადგა. არ გესმით ჩემი, წადით აქედან ჩირლიდერების ხედან. ხო, ზუსტად ზურგში ნუ გვასუნთქავთ. თქვენ საერთოდ ვისადარდეთ, თქვენი აქ ყოფნა საერთოდ გვაღიზიანებს. წამოდი კოსტა. ეს ფეხბურთელები ლაჩრები არიან. ოხ, კალათბურთელები მოდიან. აბა, დაგპატიჟეთ დიანა მისევ თავის ფართიზე, დეიდა მისის სახლში. ჯიჯი, ძალიან გრძელი ენა გაქვს. ხო, ჯობია მოკეტო. რა? ოე, ჩუმად იყავით, თორე საქმე ჩემთან მოგიწევთ. კარგი პატრიკ, გავიგეთ, ნამდვილი ტარზანი ხარ. ხო, მებრძოლი. ფართიზე რამე გაიგეთ, წავიდეთ. ფართიზე ეს ჩირლიდერები და კალათბურთელებიც იქნებიან. უიღბლოდ დარჩით ფეხბურთელებო? თქვენ ჩაფხუტი აღარავის ხო, ატარებს. მოკრივეები გახდით, თორე არავინ აღარ შემოგხედავთ. ხო, კოსტია, მე ადრე მომწონდი, მაგრამ ახლა მოკლედ ფეხბურთელებო, აქედან წადით, სალაპარაკო არაფერი არ გვაქვს. კარგით ბავშვებო, მე იდეა მაქვს. ხო, გინდათ ვჭამოთ? კი. თქვენ ზედმეტი სენდვიჩები გაქვთ? რომელი სენდვიჩები? შეგიძლიათ პიცა ჭამოთ. თუ დიანას ჩანთიდან გასაღებს აიღებთ. ხო, დეიდა მისის სახლისთვის. არა, ზედმეტად სარისკოა. არა, დიანას გასაღების აღებას რა უნდა? ხო, მაგრამ წარმოგიდგენიათ რა მოხდება ამას თუ გაიგებს. ბავშვებო, ჩავფლავდებით. არ მესმის თქვენ არ გშიათ? აი მე პიცა მინდა მაგალითად სოსისით. ამიტომ მე მოვიპარავ ამ გასაღებს. და ის არ გესმით, რომ ასე პიცას ვერ მიიღებთ. მიდი პატრიკ, ჩამომსვი.
30 წუთში სკოლის შესასვლელთან. ჯიჯი გასაღებს შენ მათზე. შენ კი პიცა იყიდე. კარგი ჯიჯი, წავიდეთ. წამო პატრიკ. კოსტა უყურებ რა მარტივია. კარგი წამო პიცა ავიღო. ჯიჯი, გაგვიზიარე. ხო, პიცა ძალიან გვინდა. სოსისებით ჩემი საყვარელია. კი, როგორ არა, აი თვითონ ნაჭერი პიცა თქვენთვის. უყურეთ ერთი ამათ. ნახეთ. აი, პიცა არა ის. ხო, ჯიჯი, მართალი ხარ, ჩვენი შევჭამთ. წამო პატრიკ. ბავშვებო, სკოლის მერე საშოპინგოდ წავიდეთ? და რის იყიდვა გინდა? ნაყინის, მე წვენი მინდა, მე პიცას შევჭამდი. მოდით გაკვეთილზე წავიდეთ და მერე გავარკვიოთ რის იყიდვა გვინდა. ხო, კარგი, წავედით. წავიდეთ. პატრიკ, დღეს ჩვენ საყვარელ პიცას შევჭამთ. ჯიჯი, შენ გენიოსი ხარ. პატრიკ, მოდიან მაკოცე. ბავშვებო, ამას შეხედეთ რა საკეთებენ. ერთმანეთზე მიწებებულები არიან. ვა, ბროვასტი, ამას შეხედე და ისწავლე. ამაზე უკეთესად შემიძლია. პატრიკ, ახლა ჩამეხუტე ჩქარა. პატრიკ, ჯიჯი, გაჩერდით, შეგვიშვით სკოლაში. ლეილა, ვერ ხედავთ, ძალიან დაკავებულები არიან. ჩემი პრობლემა არაა. შემოგბრძანდით. ჯიჯი, კამერის ქვეშ რატომ გადაწყვიტეთ? დირექტორმა რომ ნახოს, მერე შარში იქნებით. ხო, იყურეთ, თორე შარში გაეხვევით. პატრიკ, შევიდეთ. არა, პატრიკი სიმპათიურია. ბროვასტი, უნდა ისწავლო, ხო, სმაილ შენს. კარგით, გოგოებო, ჩვენ სავარჯიშოდ მივდივარ. ზარის მერე გნახავთ. ჩვენ საფეხარაშოში მივდივართ. კარგად. ბრაუს, პატრიკს უფრო მაგარი უნდა რომ გახდეს თუ რა ხდებოდა. მეც მიკვირს, მგონი უნდა რომ მაგარი ტიპი იყოს. პატრიკ, შენ უნდა მიდარაჯო. ჯიჯი, აქ ვიღაცაა. პატრიკ, დებილი ხარ? აი, გასაღები. ვიპოვე, პატრიკ, პიცა ჩვენია. პატრიკ, წავიდეთ. აი, გასაღები. დიმა, გასაღები რომ ვერ აიღო, მაშინ პიცას ჩვენ თვითონ შევჭამ. წვეულებაზე წასვლა არ გინდა? ო, მინდა. ანუ გასაღები გჭირდება. ჩვენი საქმე გავაკეთეთ, თქვენ? რაღაც სოსისების სუნს ვერ გვგზნო. არ იყო სოსისებით პიცა. ო, ანანასის ვიყიდეთ. გახსენით, პროდუქტის ნახვა გვინდა. კოსტა, მიდი გახსენი, თორე ვეღარ ითმენე. ჯერ პიცა მოგვეცით და მერე იქნება გასაღები. მოდი ჯერ გასაღები მაჩვენეთ. აი, დეიდის სახლის გასაღებიც. და ეს წვეულება სად იქნება? დროზე პიცა მომეცით. კარგით, მოდი შევცვალოთ. მომეცით გასაღები, პიცა. რამე თუ დაგჭირდათ მე აქ ვარ. კარგი ჯიჯი, წამო, რომანტიული ვახშამი მოვაწყოთ. წამო, პატრიკ. კარგი დიმა, პირველები უნდა მივიდეთ სახლში, რომ ჩაუსაფრთხეთ. ო, ჩირილდერების და კალათბურთელების ფართის გავანადგურე. გაიგებენ მთავარი ვინ არის. მოვჭით ვარჯიშს, შეგვიძლია მაღაზიაში წავიდეთ. ხო, თქვენ გითხარით რა ვიყიდოთ და ეგრევე ვიყიდით. 1, 2, 3. ბიჭებო, შეგიძლიათ დაგვალდოთ? ხო, მხოლოდ 20 წუთი დაგვრჩა. კარგი, არა უშავს ბიჭებო, თქვენ წადით მაღაზიაში და მე WhatsApp-ზე მოგწერთ რის იყიდვა გჭირდება. გოგოებო, დავასრულოთ ვარჯიში და მერე შევხვდეთ. 1, 2, 3, 4. გოგოებო, დაჭიქით. თავი ისე იგზენით როგორც სახლში. ბიჭებო, არტემს ხომ არ ეტყვით თქვენთან ერთად რომ წამოვედი? ჩემს არტემსაც არ უთხრათ. გოგოებო, ამას ვერავინ ვერ გაიგებს. მოდით ყველა ხელები დავიბანოთ და პიცა ვჭამოთ. მისმინეთ ბიჭებო, თქვენი ვიზა როდის ბრუნდება? რა ვერ გაიგეთ გოგოებო, არ დაბრუნდება, ის სახლში არ არის. ო, მოკლედის წასულია, შემოდით. ვა, რა მაგარია, ყოველ დღე შეგვიძლია აქ ვიყოთ. ხო, სანამ ჩვენი ბიჭები არ გაიგებენ. კარგი, წამო. ყოველ დღე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დღეს გვექნება წვეულება. ხო, გოგოებო, მოდით გავედო. კარგიო, კოსტი, არ ჩააფურთხო პიცაში იცოდე. მოდით პიცა ვჭამოთ და მერე ვიცეკვოთ. კარგი, კოსტა, მე მარუსასთან ვიქნებ. კარგი, ჯული მაინც უფრო ლამაზია. ბიჭებო, რაზე ჩურჩულებთ? მოდით პიცა ვჭამოთ. დიმა, რატო არ ჯამ? არ მინდა, მე დიეტაზე ვარ. კარგით, გოგოებო, მოდით ვიცეკვოთ. რა სულის ხმობ, ჯერ არ გვიჭამია. წვეულება, აქ პიცის საჭმელად მოხვედით თუ საცეკვაო? ხო, წამოდით, უნდა ვიცეკვოთ. უცნაური ბიჭები არიან, დასრულებას არ გვაცადეს. წამო ჯული, ცეკვა მინდა. კოსტი, მიდი იცეკვე. დიმა, მოდი ერთად ო, ვიცეკვოთ. მიდი მარუსა. ნელი ცეკვა. კოსტია, შეიძლება ეს ცეკვა შენთან ვიცეკვო? ჯანდაბა ბავშვებო, მეორე გასაღები რანაირად დავკარგე? დიანა, იქნებ სადმე სახლში დევს? არა, ზუსტად მახსოვს 2 იყო. დიანა, მარიუსას სუნა მოგასხია? ხო, მარიუსას და ჯულის სუნია. ჯიჯის სუნს შენც გძნობ? მე ვერაფერს ვერ ვგძნობ. ბავშვებო, მეხუმრებით, უბრალოდ დეიდა ჩემი სახლსაც ისეგეთი სუნი, გეჩვენებათ რაღაც. დიანა, სიმართლე რომ გითხრა, უცნაური სუნია. ესეთი სუნი არ იყო დილით. მოიცადეთ. რა მოხდა? გონი ბიძა ჩემი დაბრუნდა. ალბათ თვითფრინავით ჩამოფრინდა. და ახლა რა უნდა ვქნათ? ბიძა
დიას შევხვდეთ? არა, ახლა უნდა დავიმალოთ. არ მესმის, ჩვენი დამალვა გადაწყვიტეთ? მარუსა, უნდა დავიმალოთ, როცა ბიძა ჩემი წასულია სახლში, არავინ არ უნდა შემოვიდეს. კი, გავერთეთ, მაგრამ ჩვენი დამალვა გინდათ? ხო, გამომყევით. ჯანდაბა კოსტა, ვერ გამოვდივარ. ნახეთ, ბავშვებო, გითხარით, რომ არავინ არ არის. ჯული, მარიუსა, ვინმე არის? კარგით, გოგოებო, დავიწყოთ წვეულება, აბა აქისთვის მოვედით. დიანა, ტელევიზორი ჩართული რატომ არის? ნასტია, გამორთვა და გავიწყდა? არა, არც კი ჩამირთავს. გოგოებო, დაწყნარდით, აი ამას დავაჭიქი და მგონი თავისით ჩაირთო. ბავშვებო, ხომ გითხარით, არავინ არის თქო? ეს დიანას ხმა არის? ის დიანა არა, ბიძას ცოლი ჩამოვიდა, რო ყვავილები მორწყას. კოსტა, არ მესმის, აქ კალათბურთელებით და ჩირლიდერებით დაპატიჟეთ? ჯული, ჩუმად იყავი. არ ვიცი აქ როგორ შემოვიდნენ. აქ თუ დაგვინახეს ჩვენ ბიჭებს ეტყვიან, რომ თქვენ გამოგყევით ფართიზე. უფრო ხმამაღლა იყურებთ და გაიგებენ, ჩუმად იყავით. ჯული, შარში ვართ. ხო, საერთოდ რატომ წამოვედით ამათთან ერთად? მოკლედ, ბავშვებო, ასეთია ფართის გეგმა. ჯერ შევჭამთ, დეიდა ჩემს მასივარში აქვს ზღვის პროდუქტი და კიდე ბევრი სხვადასხვანაირი საჭმელი, რასაც კიდე იმას შეჭამთ. და შემდეგ პატარა საცეკვაო წვეულება გვექნება. ხო, უნდა ვჭამოთ, მე ძალიან მშია. მოიცა ბრაუს, ერთი წუთი დაიცადე. და ამის შემდეგ დამალობანას ვითამაშებთ. თუ ძალიან ცუდი აღმოჩნდით ამ თამაშში, მაშინ აივანზე დაიძინებთ. ძალიან გასართობი წვეულება. დამალობანას მერე ნიღბებს გავიკეთებთ. ნიღბები! დიანა, მე ლურჯი მინდა. მე ლიმონისას ავიღებ და მე ბროწეულის. კარგით, მაშინ ბიჭებს წიწაკისას მივცემ. გთხოვთ, არ გინდათ ნიღაბები. წავიდეთ სამზარეულოში. ბავშვებო, ამ ბურთს აქ რა უნდა? ვაიმე, და მოიცადეთ აქ ჯულის ჩანთაა. ვაიმე, და ეს პიცა ვისი არის საერთოდ? და აქ პიცა ვინ შეჭამა? გამოდის გასაღები არ დამიკარგავს. გითხარით, რომ ჯულის და მარიუსას სუნი იყო. კარგი, აქ ბურთი არის და ჩანთა და პიცას ვინ ჭამს? ჯული და მარუსა. ბავშვებო, მართლები იყავით და მე მგონი კიდევ აქ არიან. კარგით, მოიცადეთ, იოცნებებენ, რომ აქ არ მოსულიყვნენ. ღმერთო, ახლა რა მოხდება? ჯანდაბა, ყველაფერს ავუხსნით აქ როგორ აღმოჩნდით. არა, ეგ არ გააკეთოთ. აჰა, ნახეთ, ვინ მოსულა და აქ რას აკეთებთ? ჩვენ სტუმრად მოვედით, თქვენ რას აკეთებთ აქ? ხო, გვიყურებთ თუ რა ხდება? ხო და ვის სტუმრობთ? მე არ მახსოვს რომ დამიპატიჟებინეთ. ხო, მართალია, თქვენ გაგვაყდით აქ. მისმინეთ, ჩვენ დიმას ბიძის სანახავად მოვედით. ხო, თქვენ რას აკეთებთ აქ ეგარი უცნობი? ჩემ პატარა ძმას ბიძა ყავს? დიმა, რამის ახსნა ხომ არ გინდა ჩვენთვის? დიანა, მე ყველაფერს აგიხსნი. კარგი, არაფრის ახსნა არ მჭირდება, ბიჭები მოგხედავენ. გოგოებო, ჩვენ წავიდეთ. ხო, ბავშვებო, ნეტა რატომ არავინ გაგვაფრთხილა ამ ფოტოსესიაზე? მაკიაჟის გაკეთებაც ვერ მოვასწარი, მარტო წარბები გავიკეთე და თმის დახვევაც მინდოდა. ჯული, შენ ისედაც ლამაზი ხარ, მაგრამ მიგვირს რომ არ გაგვაფრთხილეს. მე კოსტუმს ჩავიცვამდი. ჯანდაბა, ბავშვებო, მე ახლოდან გადამიღებენ სურათს და არც კი გამაფრთხილეს რომ ფოტოსესია იქნებოდა. ამაში უნდა გადავიღო სურათი, კაბას მაინც ჩავიცვამდი რომ ცოდნოდა და თმას გავიკეთებდი. ხო, ჯიჯი, კიკინების გარეშე ფოტო არ გადაიღო, საშიში იქნება. არტემ, მე და შენ ასე გადავიღებთ სურათს გვერდ რომ საშიშები არ ვიყოთ. ხო, მარუსა, მე გეთანხმები. კარგია, როდესაც თავდაჯერებული და ლამაზი ხარ. ხო, ჩვენ 2 წლის ალბომს გავალამაზებთ. თქვენ არ იქნებით ყველაზე ლამაზები. ხო, ალბომის დეკორაცია ჩირლიდერები იქნებიან და ჩვენ ჩირლიდერები ვიქნებით ყდაზე. კოსტა, ფოტოს ჩაფხუტით გადაიღებ. იმა, რა თქმა უნდა, ჩაფხუტი მეკეთება, არასდროს ვიხს. ხო, მეც ასე ვფიქრობ, ორივე ჩაფხუტით მაგარი იქნება. გამარჯობა. ასე რატომ გაცვიათ? რა არის ეს? ხო, ბავშვებო, არ იცით რომ დღეს ფოტოებს ვიღებთ ალბომისთვის? ხო, მართლა ლუზერებს გავხართ. თუ ეს თქვენი მცდელობაა რომ გაანადგუროთ სკოლის ალბომი? ხო, მთელი ცხოვრება მოგვიწევს თქვენი სურათის ყურება. ზუსტად და გოგოებო, თქვენში ძალიან იმედგაცრუებული ვარ. კარგი რაღაც უნდა გეცვათ, უკეთესი და ცოტა თმა და მაკიაჟი. ხო, და საერთოდ ეს რა არის? ჯინსებით ხართ და გაურეცხავი სვიტრებით. და ბიჭებო, თქვენ რატო არ გაცვიათ კოსტუმი ან ჰალსტუხი ან თმა უკეთესი? დიანა, ჩვენ ათლეტები ვართ, ფოტო ფორმაში უნდა გადავიღოთ. და ჩვენ გვინდა რომ ფორმაში გადავიღოთ სურათი. ხო, რომ გარეკანზე ვიყოთ.
კალათბურთელების ფოტოებიც პირველ გვერდზე იქნება. დიანა გამოცვლა ხომ არ მოგვიწევს, ასე გვინდა სურათების გადაღება. რა თქმა უნდა, არა ლეილა, დირექტორმა თქვა, ჩვენ ვიქნებით გარეკანზე. რა ეს ნორმალურია? ამათ მარტო იცოდნენ და ჩვენ არ ვიცოდით. ხო, ვისი იდეა იყო, რომ დაგვიმალეთ ფოტოსესიის შესახებ. არ მესმის, გინდათ რომ უცნაურად გამოვიდეთ? Yes, ახლა უკვე ჩვენ ვიქნებით, აბა ისინი მზად არ არიან. არ მჯერა რომ არც ერთი გაემზადეთ. დირექტორმა ყველას თვალწინ გამოაცხადა. ვერ გაიგეთ? ხო გაიგეთ. კი? და თქვენ? არა. და თუ ვერ გაიგეთ და არ მოემზადეთ, ეგ უკვე თქვენი პრობლემაა. ხო, ვინც მომზადებული არ არის, უკანა პლანზე გადავა. Yes, რა მაგარია რომ ჩილდერები ვართ. Smile, ჩვენთან ერთად ხო გადაიღებ სურათს? რა თქმა უნდა. პროვასტი, ჩვენც ხო გადავიღებთ ერთად სურათს. რო დავშორდეთ ერთმანეთს, მერე კარგი მოგონებები მაინც ხო უნდა გქონდეს. კოსტა, ფოტო ერთად გადავიღოთ. კარგი, თუ ბედი დაგვაშორებს, ყოველთვის ჩემს საუკეთესო მეგობრად მემახსოვრე. შენ ყოველთვის ჩემი მეგობარი იქნები. ჯანდაბა ბავშვებო, რა უნდა გავაკეთოთ? წამწამებიც არ გამიკეთებია, წარბები ან ტუჩები. მოკლედ ბავშვებო, ახლა წავალ და პომადას ვიყიდი. მარიუსა, ფული არავის არ გვაქვს. მომისმინეთ გოგოებო, ჩირლიდერებს მაინც პომადა უსვიათ. ხარბები არიან, არ გვათხოვებენ. გოგოებო, გინდათ ალბომის ფოტო ჩვენთან გადაიღოთ. წლების მერე გაიხსენებთ რა მაგარ ტიპებს ემეგობრებოდით. კოსტია, როდიდან გავხდით მე და შენ მეგობრები? წადი აქედან. კარგი, მოხუცი ქალი რო იქნები, ვერაფერს გაიხსენ. დიმა, შენთან ერთად სურათებს არ გადავიღებ. კარგი. კარგი სმაილ, ბევრი სურათი უნდა გადავიღოთ და ყველა სხვადასხვა მხრიდან. დიანა, და რატომ? რას ნიშნავს რატომ? რომ ჩვენ მომავალ ბავშვებს ვაჩვენოთ რა პოპულარულებიც ვიყავით სკოლაში. პროვასტი, ერთი ფოტო მაინც უნდა გქონდეს ალბომში, ისეთი სადაც ვკოცნით. დიანა, სკოლის ალბომისთვის ასეთ ფოტოებს არ იღებენ. პროვასტი, ერთმანეთს რომ დავშორდეთ, კარგი მოგონებები ხო უნდა დამრჩეს. რატომ დავშორდებით? ჩვენ დავქორწინდებით და სამი შვილი გვეყოლება. რა? მართლა ბავშვებო, გაიგეთ პროვასტი, მხელი მთხოვა. ოჩახ მეგობარო. მოკლედ ჩრილდერებო, თქვენთან შემოთავაზება გვაქვს. აბა გისმენთ. ამ ორ მაგარ ყელსაბამს გაგიცვლით პომადაში და თვალის ჩრდილებში. თან ალმასები აქვს. იცით რა, დაიტოვეთ ეგ თქვენი ალმასებიანი ყელსაბმები. ზუსტად, თან გინდათ რომ ჩვენზე უფრო ლამაზად გამოხვიდეთ ფოტოებში? არა. მოკლედ გოგოებო, ჩავფლავდით, ხომ გითხარით რომ ბირთყები იყვნენ? ჯანდაბა. ბავშვებო, ძალიან მიხარია. უკვე 10 წუთში იქნება ფოტოსესია, ბიჭებო, მზად ხართ? მზად ვართ. 1 წუთი დამევა და ფლოსი მჭირდება. არა, ჩანთაში ვაიმე გაჟონა. დიანა, მიდი ჩქარა გადააგდე. მართალი ხარ? მორჩა, აღარ მინდა სურათების გადაღება. კარგით გოგოებო, არა უშავს, მაგის გამო არ ინერვიულ. ბავშვებო. ეს დაინახეთ? დიანას გლოსმა გაჟონვა დაიწყო, ამიტომ გადააგდო და რაღაც სხვაც ჩაყვა, დავინახე. ჯული, შენ რას გვირჩევ? მოკლედ, ჩვენ გოგოები ვართ და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ სილამაზისთვის. ჯიჯი. რა იყო პატრიკ? ვიცი რომ ყველაფრისთვის მზად ხარ. კი პატრიკ, ყველაფრისთვის. ახლა წადი და მომიტანე ის ტუჩსაცხი. ჯიჯი, არ ვაპირებ, ნაგვის ურნაზე აუძვრე. აბა რა სიზავ. მოკლედ გოგოებო, ეს საქმე ბიჭებს არ უნდა ვანდოთ. ყველაფერი ჩვენ თავზე უნდა ვიღოთ. ხომ არავის არ ეტყვით? იცოდეთ, არავის არ უთხრათ, თორემ დაგვრცინებენ. მოკლედ გოგოებო, დროა. და რა წერია დღეს განცხადებაში? დღის ფოკუსი, დღის მთავარი თემა. ეს რა არის? ჯულის რა ჭირს? არ ვიცი, განცხადებებს როდიდან კითხულობს. ხო. ჯანდაბა. ბავშვებო, ვერ გავაკეთე, დაინახეთ როგორ მასშტარდებოდნენ? ჯული, აბა რა გეგონა, პირდაპირ ხედავენ მაგ ურნას. კარგით, ახლა მე ვიზავ. ვაიმე, სულ დამავიწყდა მუსიკალური სკოლიდან, უნდა მიმეღო წერილი. სად არის? ვერ ხედავ, სად არის? ბავშვებო, მარიუსა რატო უტყავს ფეხს? უნდა რომ გადააგდოს? არ ვიცი დიანა. მარიუსა, ნუ ურტყავ ფეხს, თორემ იცოდე მაგნაგვის ურნეს თავზე ჩამოგაცვავთ. ხო, და ნაგავს თქვენ თვითონ შეაგროვებთ. მე რატომ იყვრით? უბრალოდ ნაგვის გადაგდება მინდოდა. ბავშვებო, ზუსტად 5 წუთში არის ფოტოსესია. ძალიან კარგი, მე უკვე მზად ვარ. გოგოებო, მიყურეთ და ისწავლეთ როგორ გადარჩით ასეთ სიტუაციაში. მუცელი როგორ მტკივა. ნეტა გამოუვიდეს. გოგოებო, მოდით. რა მოხდა? იმუშავა, შემოდით. ეს დაინახეთ, ჯიჯის მუცელი ტკივა. ხო, უბრალოდ უფრო ჯანმრთელად უნდა იყვებოს და ამდენი ჩიფსი არ ჭამოს. დიანა, ჩიფსებს შენს ხშირად ჭამ. სმაილ, მე დიეტაზე ვარ, არ მიჭამია 1 კვირაა უკვე. ხო, გრძნობამას. კოსტა, ბურთი მომეცი, ფოტოს გადაღებაში უნდა ვივარჯიშო. კარგი, დაიჭირე.
კოსტა, ასე მაგრად გამოვიყურები? დიმა, რას აკეთებ? ასე ახალბედას გავხარ, ჩვენ პროფესიონალები ვართ. კოსტა და ასე დიმა, შენ არაფერი არ გესმის, მაგარი ფოტოები გჭირდება. ეს რა პოზებია? მიდი და ნამდვილი ფეხბურთელებით დადექი. კარგი კოსტა, მაშინ ხელს დავადებ. ხო დიმა, ფოტოსესია შენთვის არ არის, მაგრამ ალბომში მაინც ყველაზე მაგრები ვიქნები. კოსტა, იქნებ საერთოდ გარეკანზე დავგვეჯდომ. გოგოებო, ჩემ გარეშე რას იზავდით? ხო, ჯიჯი, გადამრჩენელი ხარ. და მთავარია რომ არავინ იცის რომ ჩვენ გვაქვს პომადა. თან ტუჩებზე ისე წავისვამთ რომ ვერ მიხვდებიან. ცოტა უნდა წავიდგაბნოთ. ხო, ვიჩქაროთ. ჯიჯი, იჩქარე, თორემ სხვა მაკიაჟისთვის დრო არ დაგვრჩება. ხო და მე მგონი ზედმეტი მოგივიდა, ძალიან წაგედგაბნა. ო, ჯიჯი გამოსავალს ყველა სიტუაციაში იპოვის. ახლა ჯული გამოვა, ნამდვილი მშვენიერება. მარუსა ყველაზე ნათელი იქნება სკოლის ალბომში. ბავშვებო, დღეს ფოტოსესიის მერე სმაილთან წავიდეთ სახლში. არა, მეზობლად ბებია ჩემი ცხოვრობს. სმაილ ვერაფერს მიხვდება, არ ინერვიულო. წვრთნელი მირეკავს. აიღე. გისმენთ, გამარჯობა? რა, დღეს ფოტოსესია გვაქვს. რას გულისხმობთ არ იქნება? ხვალ? აჰა, კარგით, გასაგებია. ბავშვებო, მწვრთნელმა მკითხა რატო არ ვართ ვარჯიშზე და მე ვუთხარ რომ ფოტოსესია გქონდა და მითხრა რომ ფოტოსესია დღეს ვერ გვექნება, იმიტომ რომ ფოტოგრაფი სხვა სკოლაში იღებს ფოტოებს. რანაირად? არ ვიცი, მაგრამ არა უშავსიანა, ხვალაც თმას დავისწორებთ, უბრალოდ ჩვენ დაიხო, მე დავისწორებ. მაინც კარგად ვიქნებით, ამიტომ რას გულისხმობთ, ფოტოსესია არ იქნება, ხვალაც ახლიდან მომიწევს მაკიაჟის წასმა. აბა სად არის ფოტოგრაფი? ჩვენ მზად ვართ ფოტოსესიისთვის. ბიჭებო, მაკიაჟის გარეშე უკეთესი იქნებოდა. ჯიჯი, ეს შენი ფერი არა. ჯული, შენ ცოტა მაშინე. რას აოდებით, გადავიღოთ სურათები. და სად გადაიღებენ, რა ლოკაციაზე? ბლაშიც კი წავისვი. Jana, am ლამაზმანებს უყურე, საპირფარეშოდა რომ გამოვიდნენ. გოგოებო, ფოტოსესიისთვის მაკიაჟი წაისვით? ფოტოსესია არ იქნება დღეს ლამაზმანებო. ფოტოგრაფი სხვა სკოლაში იღებს თურმე ფოტოებს. დიანა, ეს შენი პომადა არ არის? ღმერთო ჩემო, გოგოებო, ნაგვიდან ამოიღეთ და წაისვით? რას ნიშნავს ფოტოგრაფი სხვაგან იღებს ფოტოებს? სად არის ფოტოგრაფი? ანუ გამოდის რომ ტყუილად წავისვი? ხო, როგორც ჩანს. გოგოებო, არ ინერვიულოთ, ტყუილად არაფერი მომხდარა. ჩვენ ვიქნებით თქვენი ფოტოგრაფები. მიდით გაიღიმეთ.